მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. დღეს გავაკეთოთ საპოზიციანი გაშლა, ეს იქნება პირველი პოზიცია, ეს იყოს მეორე და ესეც მესამე. ვირჩევთ პოზიციებს ინტუიციურად, ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ ვარჩევთ პოზიციას, შეგვიძლია ვიდეო გავაჩეროთ, მზად რომ ვიქნებით, განვაგრძოთ ყურება. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ ან ტარო შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში დეტალებისთვის მომწერეთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში და რა თქმა უნდა ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან ინფორმაცია მაშინ არის ხოლმე რეზონირებული, როდესაც ვიდეოს ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა თუ როდის განვათავსე საიტზე ვიდეო. პირველად კიდევ ერთხელ მოგესალმებით და განვიხილოთ თქვენი პოზიცია რა გელით უახლოეს პერიოდში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ მამაკაცთან. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა დღეს ტარომ. სხვათა შორის რაღაცაზე შეიძლება იმედი გაგიცრუათ ამ ადამიანმა, ძალიან ეჭვიგეპარებათ, რომ რაღაც დაგეგმილი სიტუაცია გამოვა. რაღაცაში მასში ეჭვი შეიტანეთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაცას ვერ გაუმკლავდეს თქვენი პარტნიორი დამოუკიდებლად, რომ გამოცდილება არ ეყოფა, შეიძლება რაღაც ბიზნესი იწყებს, ან შეიძლება რაღაც ისეთი საბუთი საკითხი იყოს, შეიძლება სწავლის საკითხი იყოს, რაღაც განერვიულებთ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ შეიძლება მას ამხნევებთ და მხარს უჭერთ, მაგრამ გულის სიღრმეში ნერვიულობთ, ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებს ეს ადამიანი დამოუკიდებლად რაღაც ბარიერის, ხოვრებისეული ბარიერის გადალახვას, მაგრამ მოულოდნელად შემოდის ისეთი სასიხარულო ასე ვთქვათ, ახალი ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებას ჩაფიქრებული იდეა თუ ჩაფიქრებული რაღაც სიტუაცია გამოუვიდა, რაღაცა შეძლებს ეს ადამიანი და ძალიან მოულოდნელი ეფექტი იქნება თქვენთვის, რომ საერთოდ არ გქონდათ იმედი და ეს პიროვნება ან თავის თანაპირებს შეასრულებს, ან თუ თვითონ ეხება რამე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, აი ამ ყველაფერს გაუმკლავდება და თქვენ ძალიან სხვა თვალით შეხედავთ მის შესაძლებლობებს. ან აქამდე თუ რაღაცები იგეგმებოდა, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად არ ხორციელდებოდა და ეხა ეჭვი გაქვთ, რომ აი კი დამპირდა, მაგრამ აბა რა ვიცი და აბა გააკეთებს და აბა ველოდო თუ არა მას და რაღაცა. აი ამ შემთხვევაში გაგაოცებთ სასიამოვნოთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ დარდის მიზეზი აღარ გექნებათ და მასზე იტყვით, რომ ყოჩახ, გაზრდილა, შესძლებია მას. ყოჩახ, ესეთი რაღაც მოდის, ესეთი ქებას დაიმსახურებს თქვენი მხრიდან. ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში ეს უკავშირდება საბუთს, ვისთვისაც რა თქმა უნდა ეს არის აქტუალური. უახლოეს პერიოდში ამ პიროვნებასთან თუ ისე გიწევდათ, რომ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ, ან სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ და ერთმანეთის ნახვის საშუალება ხშირად არ გქონდათ ხოლმე ამის ფუფუნება, აი ეს სიტუაცია შემოდის, რომ ამ პიროვნებას ექნება იმის საშუალება, რომ თქვენთან რაღაც პერიოდი დაჰყოს მან, მოვიდეს და რაღაც ახალი საწყისები, ახალი გეგმები დაისახოთ ერთად. რაც ძალიან გაგახარებთ და ამ მარტოობის რაღაც დარდის და ესეთი რაღაც სევდიანი მომენტების გაფანტვა არის, ხო? რაღაც რაც განერვიულებდათ, აი ამის მოგვარება არის და სხვათა შორის აქ მოდის ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება ამ საკითხზე როგორც თქვენ ნერვიულობდით, ასევე თვითონაც ნერვიულობდა და ძალიან ისეთი მძიმე გადასალახი იყო ამ პიროვნებისთვისაც აი ეს მომენტები.
უახლოეს პერიოდში თქვენი შეხვედრა ჩანს, უახლოეს პერიოდში ამ შეხვედრის დაგეგმა ჩანს კიდევ ერთხელ, თუ ვერ ახერხებდით ერთმანეთთან მიისვლას, ვერ ახერხებდით რაღაც გზების და ბარიერების გამო, უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი სიხარული გაქვთ. კიდევ აქ შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში ამ პიროვნებასთან გელით დამსახურებული განტვირთვა იმას ნიშნავს, რომ წყვილმა ძალიან ბევრი ინერვიულა, რაღაც სირთულე გამოიარა და უკვე სამყარო გიგზავნით ისეთ ვითარებას, სადაც ამოისუნთქებთ და იტყვით, რომ აი ჩვენ ეს დავიმსახურეთ, რომ ახლა რაღაც დარდი უნდა მოვიხსნათ გულიდან და დავტკბეთ ესეთი ჰარმონიული მშვიდი დღეებით. უახლოეს პერიოდში ეს პიროვნება სასიამოვნოდ გაგაუცებთ. დაგემშვიდობებით პირველებო. მოგესალმებით მეორეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და ვნახოთ რა გელით უახლოეს პერიოდში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ მამაკაცთან. მოულოდნელი შეხვედრა, მოულოდნელი დაუგეგმავი გამგზავრება, დაუგეგმავი სიურპრიზი, დაუგეგმავი ყველაფერი რაც შეიძლება გეგმაში საერთოდ არც კი გქონდეთ, რომ ეს ადამიანი რაღაცას მოიმოქმედებს. აქ სასიხარულო მომენტი არის, შეიძლება უცებ გითხრათ, რომ გავიდეთ სადმე და სულ სხვა ადგილას წახვიდეთ, სულ სხვა გარემო დაგხვდეთ. შეიძლება გითხრათ, რომ აქვე უნდა გავიდეთ, არ ჩაიცვა რაღაც ისე და მალე ჩამოდი და პირიქით სადღაც ისეთ გრანდიოზულ ადგილას აღმოჩნდეთ, ხო? ძალიან ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევითი მომენტი მოდის თქვენს პოზიციაზე. მშვენიერი, აქ გაუფრთხილებელი და მოულოდნელი მომენტი მოდის თქვენთვის, თორემ ამ პიროვნებას ძალიან კარგად ექნება წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი, რომ რაღაც შემუშავებული გეგმა არის, რაღაცას არ შეიმჩნევს, კარგად დამალავს თავის ემოციებს, რაღაცას ძალიან შენიღბავს, ძალიან ჩვეულებრივი მომენტი მოგეჩვენებათ, ჩვეულებრივი სიტუაცია მოგეჩვენებათ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი რაღაც სასიამოვნოს ამზადებს და რაღაც წინასწარ დაგეგმილი მოფიქრებული სცენარით მოდის აქ პიროვნება თქვენთან. ძალიან გაგახარებთ ეს ადამიანი უახლოეს პერიოდში. აქ სერიოზული შემოთავაზება შეიძლება იყოს თქვენს პოზიციაზე. ან შეიძლება იყოს აქ ისეთი საჩუქარი, რომელიც მუდმივად სულ გსურდათ და ამ პიროვნებამ შენიშნა, რომ რაღაც გინდათ და მოულოდნელად ეს ეფექტი შექმნას, რაღაც გიყიდოთ, ან ერთობლივი შენაძენი გააკეთოთ, ან რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთად მიიღოთ. აქ რაღაც ისეთი სასიხარულო პერიოდი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, სადაც სამომავლო პერსპექტივებიც გამოჩნდება, საერთო პერსპექტივები გამოჩნდება და აქ მოდის ამ პიროვნების ხელგაშლილობა თქვენი მისამართით. ძალიან რაღაც გულუხმობა და დასაჩუქრება არის. უახლოეს პერიოდში აქ პიროვნება ესეთი მოულოდნელი ნაბიჯით მოვა თქვენთან. იფიქრებთ, რომ ერთი ჩვეულებრივი გასეირნება, ერთი ჩვეულებრივი დღე არის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ რაღაც თქვენი მიზანი ან ესეთი დასახული გეგმა ხორციელდება, ან რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი წყდება თქვენს ცხოვრებაში და ძალიან დიდი სიხარული და ასე ვთქვათ, სასიხარულო მომენტი შემოდის. რადგან აქ პიროვნება თქვენს გაოცებას, გახარებას ძალიან ისე მართლაც შეძლებს. სხვათა შორის აქ მოდის ისეთი საჩუქარი ან ისეთი შენაძენი, რომელიც სამომავლოდ თქვენს თანაცხოვრებას
თქვენს ერთად ყოფნას ან გამოადგება, ან უკვე რაღაც ნაბიჯებს გადადგავთ, რომ უკვე ან ერთად დაიწყოთ ცხოვრება, ან რაღაც ცხოვრებისეულად წინ წახვიდეთ. აქ პიროვნების ესეთი მკვეთრი ნაბიჯებიც გამოჩნდა. უახლოეს პერიოდში სასიამოვნო და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოდის თქვენს პოზიციაზე. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე. მოგესალმებით და ვნახოთ რა გელით უახლოეს პერიოდში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ მამაკაცთან. და აქ გვაქვს ძალის არკანი. მესამეებო, თქვენ უახლოეს პერიოდში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან გელით ურთიერთობის გარკვევა. რაღაცა კითხებში შეიძლება პარტნიორს დაუწესოთ ან კონტროლი, ან დაუწესოთ რაღაც ზღვარი, ან დაუწესოთ რაღაც წესები, სადაც თქვენ თავს ემოციურად უფრო მშვიდად და კარგად იგრძნობთ. შეიძლება გულწრფელი საუბარი შედგეს თქვენ შორის უახლოეს პერიოდში, სადაც თქვენს ემოციებზე ძალიან გულახდილად ისაუბრებთ და აბსოლუტურად ყველანაირად ეცდებით, რომ თქვენი სათქმელი ისე უთხრათ ამ ადამიანს, რომ ყველაფერი გასაგები იყოს, ჩამოყალიბებული იყოს და რაღაც ისეთი ნიუანსების აღმოფხვრაზე ერთობლივად იმუშაოთ, რაც აქამდე თქვენს ემოციურ ფონს ან აზარალებდა, ან ცუდად მოქმედებდა თქვენზე და რაღაც გულწრფელი შეხვედრა, გულწრფელი საუბარი, ემოციური ფონზე აქცენტი, ასეთი თქვენი სიმშვიდე მოდის, ხო? აი რაღაც დიალოგის თუ ბარიერის დაწესების შემდეგ სულიერი სიმშვიდე, სულიერი ჰარმონია მოდის თქვენს პოზიციაზე. კი, რადგან შეიძლება ესეთი განცდა გქონდეთ ამ პიროვნებასთან, რომ რაღაც მომენტში ან манипуляციას გრძნობდით ამ პიროვნებისგან, ან გრძნობთ ახლა რაღაც манипуляციას, ან თვლით, რომ რაღაც მისი ქმედება დაუმსახურებელია თქვენთვის. ან შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში რაღაც ეჭვი გქონდეთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში, რომ ეს ადამიანი რამდენად გულწრფელია თქვენთან, რამდენად მართლაც ურთიერთობაში იმ გრძნობს, რასაც საუბრობს და რაღაც ის გადამოწმება არის და გულახდილი საუბრები არის თქვენს შორის, იმიტომ რომ ახლა რომ შლიიტაროს, გრძნობ, რომ აი რაღაც გულის სიღრმეში ამ პიროვნებასთან ბოლომდე მშვიდად არ ხართ, რაღაც გაფორიაგებთ და აი ამ საკითხზე გექნებათ შედეგიანი, სხვათა შორის ძალიან ისეთი ნორმალური, ჯანსაღი საუბარი, რის შემდეგაც თქვენ უფრო თავს ძალიან დამშვიდებულად და კმაყოფილად იგრძნობთ. ამ პიროვნების მხრიდან თქვენი მისამართით შეიძლება ესეთი რაღაც ჩავთვალოთ, რომ შეიძლება თქვენ მას დიდად ახლა არენდობით, ან შეიძლება რაღაც ნიუანსები გაღელვებთ ამ პიროვნების მიმართებაში, რადგან ბოლომდე შეიძლება რაღაც საკითხი ამოწურული არ გაქვთ, რაღაც თემა გაინტერესებთ და ეს ადამიანი სხვათა შორის დაგეხმარებათ, რომ თუ რაღაც არასწორად გაიგეთ, თავისი შეხედულება გითხრათ და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რომ მე ეს არ მიგულისხმია, არ მიფიქრია და ან თქვენი დამშვიდებას სადოს და აი რაღაც ესეთი დიალოგი გექნებათ, სადაც ამ ყველაფრის შემდეგ ამ პარტნიორისგან, თქვენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცისგან მხარში დგომას, თანაგრძნობას და სიმშვიდის ესეთ შვიდ ენერგიას იგრძნობთ. რაზეც შეიძლება მე იფიქროთ, რომ ტყუილად ხელავდით, ან ისეთი განცდა დაგჭეთ, რომ რა კარგია რომ ვუთხარი, რადგან მოსვენება მქონდა დაკარგული. აი ესეთი პერიოდი შემოდის თქვენთან, დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას და შემდეგ შეხვედრამდე.